კამერები ჩააშენეს Apple-ის ახალ AirPods Pro-ში და გეტყვი რატომ. ეს არის ახალი AirPods Pro 3, რომელიც დიზაინით წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდება. ახალი მეხსიერების ქაფის ბალიშები მოყვება, დამტენი ამოაცალეს, თუმცა ისედაც Type-C-ით, MagSafe-ით უსადენოდ ან საათის დამტენით იტენება და ვფიქრობ კაბელი აღარც არის საჭირო. ფორმა შეუცვალეს და ყურში ოდნავ განსხვავებულად თავსდება და თავიდან შეჩვევა დამჭირდა მეორე პროებიდან, მაგრამ ორჯერ გაუძლიერეს ხმის დახშობა და აწი გარეთაც ლამის მხოლოდ საკუთარი სუნთქვა გესმის. ცოტა დეორიენტაციასაც კი იწვევს, ამიტომაც ქუჩაში გადასასვლელებზე მაინც ფრთხილად იყავი და გამჭვირვალობის რეჟიმი ჩართე, რომელიც ისევ ძალიან კარგია. ჟღერადობაც გაუმჯობესდა და უფრო ღრმა ბასები თუ სიმკვეთრეც იგრძნობა. მთავარი სიახლე კი კამერებია, იგივე გულისცემის ფოტოსენსორი, რომელიც როგორც საათებში. კამერის ტექნოლოგიას იყენებენ თუ არ იცოდი. ფიტნეს აპით ამიერიდან შეგიძლია სასურველი ვარჯიში აირჩიო და გულისცემა გათრეკოს საათის გარეშე. IP47 დაცვა აქვს ახლა და თვითონ ყურსასმენები 8 საათს ძლებენ кейსის გარეშე. кейსით კი 24 საათი. დანარჩენი ფუნქციონალი ერთ-ერთში იგივე არის და რაც iOS 26 განახლება მოვიდა, ზუსტად იგივე ფუნქციები დაემატა AirPods Pro 2-საც. ესენი უბრალოდ გაძლიერებული ჟღერადობით და ხმის დახშობის სისტემით და ასევე გულისცემის სენსორით გამოირჩევა.